16 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით უფასო სკრინინგის აქციები ამოქმედა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ჩაიტარონ კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოკვლევები ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. პროგრამა მოიცავს ძვლისა და საერთო წყლის კიბოს სკრინინგს, არაგადამტები დაავადებების პრევენციულ კვლევებსა და ინფექციური დაავადებების, ბედათა ჰეპატიტი A-ი ინფექციის დიაგნოსტიკას. აქცია რეგიონებში ეტაპობრივად ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით მიმდინარეობს და 15 ნოემბრამდე გრძელდება. ჩვენს გადაცემაში ხშირად ვეხებით ექთნების როლს და მათ მნიშვნელობას ჯანდაცვის სისტემის გამართული მუშაობისთვის. თუმცა საზოგადოება საკმარისად არ ითვალისწინებს, თუ რა მძიმე პროფესიაა ექთნობა. საერთაშორისო პროფკავშირების ფედერაციამ Global Nurse United-მა, რომელიც 35 ქვეყნის 2.5 მილიონზე მეტ სამედიცინო მუშაკს აერთიანებს, ახალი საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა. თვალსაჩინოა, რომ მსოფლიოში ექთნების გლობალური კრიზისია. კვლევის თანახმად, საექთნო სფეროში არსებულ გლობალურ კრიზისს რეგიონული განსხვავებების მიუხედავად რამდენიმე საერთო მიზეზი განაპირობებს. ექთნების შრომის დაუფასებლობა მძიმე პირობებისა და დაბალი ანაზღაურების სახით, კანონმდებლობის ხარვეზებით გამოწვეული შრომითი უფლებების დაუცველობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სისტემური დაუფინანსებლობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სათანადო ზედამხედველობასა და პროფესიონალის მომზადების გარეშე. ყოველივე ეს შეინიშნება საქართველოშიც, სადაც ბოლო მონაცემებით 24,000 ექთანი მუშაობს. ეს რიცხვიც კი, რომელიც ქვეყნისთვის არასაკმარისია, ექსპერტთა ვარაუდით გაორმაგებულია, რადგან ის კლინიკებში დასაქმებული ექთნების ჯამური რაოდენობაა და არ ითვალისწინებს რეალურ მდგომარეობას, რომელშიც ექთნების უმრავლესობა 2 ან მეტ საავადმყოფოში ერთდროულად მუშაობს.